სიტყვამინდობა აღმოსავლეთ რეგიონებში ცხაშურში და გორის რაიონის რამდენიმე სოფელში დატბორილია სახლები, თავს დუშეთში, ბაკურიანსა და გუდაურში. მაღალმთიან აჭარაში მოსახლეობის ევაკუაციაც გახდა საჭირო. ქობულეთსა და ჩოხატაურის რაიონებში კი სახლები დაზიანდა. უკვე რამდენიმე საათია სტიქიას გურიაშიც ებრძვიან გადაუღებელი წვიმის შედეგად დაზიანებულია გზები, ხიდები და საცხოვრებელი სახლები. ადიდებულმა მდინარე მსუბსას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სოფელ აკეთში მიმდინარე ნაპირსამაგრის სამუშაოები დააზიანა. დატბორილია შიდა მიმოსვლის გზა, ჩაინგრა სოფელ გაგურთან დამაკავშირებელი ხიდიც. ველოდებით წყლის დავარდნას, თუმცა შედარებით ის ხანდიდან შედარებით დაწეულია. კომისია შექმნილია ლანჩხუთში და შტაბი არის გუბერნიაში შექმნილი სალიკვიდაციო. აქედან გამომდინარე ზარალს დავითვლით და ყველა ზომები იქნება სახელმწიფოსგან მიღებული. ძლიერმა წვიმამ ჩოხატაურიც დააზარალა, დაბის რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. დაზიანდა სოფელ კოხნარის საჭამიასერის საავტომობილო გზაც. დაბაურეკში ძლიერმა ქარმა და წვიმამ 6 ხეწა აქცია. დაზიანებულია გარე განათების სადენები, რომლის აღდგენა დღეს დილიდან დაიწყო. მთელი ღამე არ გვიძინია, ახადა მთელი სახურავი, ჩამოდის მთლიანად კედლები, მთელი ღამე ბავშვები ხელში დაკავებული, უცდით როდის გავიქცეოდი ოთახიდან. მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა ქალაქ ოზურგეთს, ახლა შექმნილია საგანგებო შტაბი, კომისია მუშაობს და დავითვლით თუ რა ზარალი მოგვადგა ამ სტიქიის შედეგით. ამ დრომდე სტიქიას ებრძვიან მახუნცენში, სადაც საცხოვრებელი სახლების დატოვება 5 ოჯახს მოუწია. ბათუმი ახალციხის მაგისტრალი გახსნილია, თუმცა ტექნიკა უწყვეტ რეჟიმში მუშაობს. დიდან მოვარდნილი ნიაღვარი პერიოდულად გზის ჩახერგვის საფრთხეს ქმნის. ხმაური მოგვესმა და ამ ხმაურის მერე პანჯერაში რომ გავიხედეთ, იქ ზემოდან უკვე ეს ნიაღვარი პირდაპირ მოდიოდა სახლისკენ. ერთადერთი რაც ბიჭებმა სახლის მამაკაცებმა ივარდეს, ეგ იყო რომ ის ჩასხმული დატეხეს. ლომიტინები იყო თუ რაღაცები დაიტანეს ის დატეხეს რომ მთლიანი ძალა არ წამოსულიყო სახლს. ეს ზოა გაფუჭებული მთლიანად, კიდე უკან ეს ზოა გაფუჭებული მთლიანად, საძირკველია გამონათქვილი და რა ვიცი ამ ფულადი დახმარება იქნება თუ ან რაღაცა იქნება, უნდა დაგვეხმაროთ თავრობა. 11 სოფელში შეზღუდულია მოძრაობა, 5 მათგანში მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები. 2 სოფელში 2 მიმართულებით, ეს იყო უჩხითი და აგარის მიმართულებით. წუხელ ღამეს 3 ნახევრისთვის დავამთავრეთ მეწყერების გაწმენდა. სტიქიის გამო გარე სამყაროს 8 სოფელი იყო მოწყვეტილი, აქედან 4-თან მისასვლელი გზა გაიხსნა. აჭარის საგზაო დეპარტამენტში დღის ბოლომდე ყველა მიმართულებით გზის გაწმენდას ვარაუდობენ. რეგიონის მასშტაბით ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილია 27,593 აბონენტი. სტიქიას ებრძვიან ხაშურშიც ძლიერი წვიმის გამო დაიტბორა საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები. ძლიერი წყლის ნაკადის გატაცება კოლექტორებმა ვერ უზრუნველყო, რის გამოც ხაშურის სასწრაფო შენობის პირველი სართული წყლითაა დაფარული. ცენტრალური მაგისტრალია დატბორილი ჩუმათელეთშიც. ფართი დაიტბორა, მობილიზებულია სახანძრო, ხდება სახანძრო რაზმი, ხდება წყლის ამოტუმბვა, ზარალი ჯერჯერობით დათვლილი არ არის, იმიტომ რომ ვერ ხერხდება შიგნით შესვლა. სტიქიის გამო ჩვენ გართულებული მდგომარეობა გვაქვს ამ წუთისთვის შიდა ქართლში, ასევე იმერეთის რეგიონში, გურიაში, აჭარაში და სამეგრელოში. ყველა დანაყოფები სრულად არის მობილიზებული, მყისიერად ხდება ყველა ფაქტზე რეაგირება. ამ წუთისთვის ჩვენი ძალებით ყველა მოვლენის ყველა იმ ინციდენტს, რომელიც ამ წუთისთვის მომხდარია, უმკლავდებით. ძლიერმა ქარმა გორის რაიონის რამდენიმე სოფელი დააზარალა. ძირითადად დაზიანებულია ვარიანის მეურნეობის დასახლება, სოფლების საქაშეთი, შინდისი, ძევერა და ტყვიავი. აღნიშნულ სოფლებში დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების სახურავები. რამდენიმე ადგილას წაქცეულია ხეებიც. ხალი კარტოფილს კრეფავდა, რო ამოყრობდა ქარი, აი რამას გამოვიდა ერთი, რამდენიმე წუთის წინ და დაიძახა და ჩაიტანა, ჩაანგრია სულ. ეს დავიღუპებოდი და მას ხო დააზარალებდა. ყურადღების მოქცეობინ ეხლა იწვიმებს, წყალი ჩამოვა სახლში და ძალაუნებურად რა გავაკეთოთ არ ვიცი. დახმარება გვინდა. ხო, რომ დაგვეხმარო. არამდგრადი ამინდები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კიდევ რამდენიმე დღე შენარჩუნდება.